მოგესალმებით. ალბათ ყველას აქვს ის კითხვა, თუ ვისი ბრალია რეალურად, რომ საქართველო დაპყრობილი აქვს რუსეთს. როგორც მატერიალურად და ეკონომიურად, აგრეთვე ტერიტორიებიც. 20%-ზე მეტია, რა თქმა უნდა, უკვე ოკუპირებული. ეს არის იმ ადამიანების ბრალი, ვისაც სამშობლო იოტისოდენადაც კი არ უყვარს. ეს რეალობა, ახლა ამაზე ბევრი კამათი სისულელედ მიმაჩნია. რა ადამიანი, რომელიც აზროვნებს ოდნავ მაინც, კარგად მიხვდება, რომ ეგ ყველაფერი არის მაგის ბრალი რა. რავი, რუსეთი არ იქნებოდა, ვინმე სხვა ქვეყანა დაიპყრობდა საქართველოს. იმიტომ რომ არანორმალურად იქცევიან ეს ადამიანები რა, იყიდებიან ფულზე, ქონებაზე და მსგავს რაღაცეებზე, სიკეთეებზე რა, მატერიალურ ყოფით. უბრალოდ გულდასაწყვეტი იცით რა არის? და ყველაზე დიდი მარაზმი რა არის იცით? 2008 წლის შემდეგ ჯერ ერთი რუსეთთან მეგობრული და ძმაკაცური ურთიერთობა ისტორიის მანძილზე არასოდეს არ ვქონია. და გამოცდილებამ ვერაფერი ვერ გვასწავლა. აი ჩვენი მეფეების, მაგალითად ერეკლე მეორეს, ანუ ვერ გვასწავლა ვერაფერი. ფაქტი ეგეთია. დღემდე ვდგავართ და ელარჯებს ვუწელავთ აქ ჩამოსულ ტურისტებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა, მარაზმი უბრალოდ იცით რაში მდგომარეობს? მარაზმი იმაში მდგომარეობს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის ნაირი ადამიანები, ბუბა კიკაბიძის ნაირი ადამიანები აცხონოს ღმერთმა, აიც გარდაცვლილია. ჩვენი ბარიტონი ბანი, ბატონი პაატა ბურჭულაძე, აი ეს ხალხი რა კიდე ბევრი სუხიშვილები, ანუ ხალხი, რომლებმაც ნინო ქათამაძე არ უნდა გამოგვრჩეს, რომელიც ყოველ კვირა კონცერტს მართავდა რუსეთში, ხო? აგვისტოს ომის მერე ვსაუბრობ, აი ეს ხალხი აგვისტოს ომის მერე, 2008 წლის 8 აგვისტოს ომის შემდეგ, კონცერტებს მართავდნენ რუსეთში. და რაც უკრაინაში დაიწყო ომი, იმის შემდეგ გახდა ამათთვის მტერი რუსეთი, თორემ მანამდე ბეზატკაზნები იყვნენ, როგორც რუსები იტყოდნენ რა. ყველაფერზე მიდიოდნენ, ფული კეთდებოდა საკაიფოდ. და მეორე მარაზმი ის არის, რომ იგივე ხალხი მაგალითად ქართველ მომღერალს მეგი გოგიტიძეს მაგის გამო ამუნათებენ და შეურაცხყოფელ კომენტარებს უწერენ, რომ აი რუსეთში როგორ მღერი ხარ. ბიჭო, ლელა წურწუმია იგივე. ანუ მღეროდა, მაგის კადრები არსებობს, შეგიძლიათ მოიძიოთ. ინტერნეტში ყველაფერია განთავსებული. ძალიან კარგია, რომ ეს არქივი არსებობს. აგრეთვე თავარი გმირი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ძალიან ვირუსულად გავრცელდა ის კადრები საზღვარზე, რომ რუსებს ეპატიჟება და აბა მოდით და დარაგაია და იგი და აგი, ხო ხდები და ბიჭო, აი თქვენ, აი ეგ ხალხი ხართ უნამუსო, უსინდისო, აი მორალის ზნეობა ნულს ქვემოთ გაქვთ და მე ის უფრო მაგიჟებს და მაოცებს, რომ აი მაგათი კიდე სჯერა ვეღაცას რა და ვინმეს თუ გონია რომ აი მაგ ხალხს სამშობლო და საქართველო უყვარს, იგივე შემიძლია თქვა ნიკა მემანიშვილზე. ანუ ტიპი კონცერტებს მართავდა გიჟივით მოსკოვში რა და ეხა ტოჟე უიმე ეხლა აღარ მოგწონს. კაი კაცო რას ლაპარაკობ. და ბიჭო, იმ დონის არტისტებიც რო ვერ ხართ პახოვდო, რო არ მთელი მსოფლიო ტურნეები მოვაწყოთ, ეგ ხო ნახდია, ხო? ხო და ანუ მე კი არ ვამბობ, რომ მე ვარ აქ მაგარი და თქვენ არა. უბრალოდ რეალობა შევხედოთ რა თვალებში, თვალი გაუსწოროთ ერთხელ მაინც ხო შეიძლება რა. ხო და ბიჭო, აი ეგ ხალხი არიან ჩვეულებრივი უქვეყნო, უმოქალაქო, ანუ სამ მოქალაქეობას არ გააჩნიათ, არანაირი პასუხისმგებლობას არ გრძნობენ ერის წინაშე, იმიტომ რომ რავი 2008 წლის მერე გავიდა 2 წელი, 3 წელი და წავიდნენ და დაიწყეს რუსეთში სიმღერა. რაც შეეხება ქართულ კლუბებს. ბასიანი ზუსტად მახსოვს. ხო, ვითომ პროევროპული რაღაცა ადამიანის უფლებები რა მოსკოვში ჰქონდათ ფართები დაგეგმილი. პროსტა ხალხმა ისე მიაჯვა მაგათ, რომ მერე გადაიფიქრეს და გააუქმეს ის. თორე თვითონ თავიანთი სურვილით ძალიან კარგადაც მიდიოდნენ საცეკვაოდ რა და დასაკრავად. ხო, ანუ მარტო ბერლინები და ბერქაინები არა რა. ხო და ბიჭო, ანუ მე იმ ხალხს მივმართავ, რომ ვინც აი მაგათ უჯერებს, რომ გამოფხიზლდით ხალხო. ყველა არის ფულის კეთებაზე გადასული, რეალურად გული არავის არ შესტკივა.
და ამ რაღაცა თემებს წამოჭრიან, ეხლა ეს ნოდარ დუმბაძის თემა რო იყო, აუ დუმბაძეს როგორ შეაგინე და დუმბაძეზე ეს რა თქვი და რავი ბიჭო, ერთი ტიპი არის TikTok-ზე შემხვდა, ესე ქვია Mr. Good. აი ყოფილი ძაღლი რო არის რა ეგ ტიპი. დგას ხალხს და ოჯახის სალოცავებს აგინებს, ნათლობის ჯვრით ვიხმარე დედა შენიო, შენი ნათლობის ჯვრითო და აი 1000 აი ისეთ სიბინძურებს ამობს, რომ ჭკუად ყოფილ ადამიანს ეგეთი გინება და სიბილწე უბრალოდ ვერ მოგივა რა თავში რა და ეს იმენა ყველას და ყველაფერს აგინებს და აწეულის და არ ვიცი ანუ და ეს ხალხი ცხოვრობს საქართველოში, მოდიან ვითომც არაფერი და რეალურად აი პრობლემა რაც არ არის, იმას ხდიან პრობლემად რა და ბიჭო თქვენ მოგმართავთ, აი ქართველობაზე რო თავს დებთ და ენებს ისერავთ რა. წადით ბიჭო და ეგეთ ხალხს დაარიგეთ ჭკუა რა. კი აი იმას კი არ ვამბობ ჩაქოლე და ჩაკალი და რავი 21 საუკუნეა ხო? უბრალოდ ცოტა მეტი თავდაჯერება გამოხატეთ, მეტი პატივი ეცით თქვენ ქვეყანას და ზოგადად საზოგადოება რო შედგეს, რამდენიმე წიგნი მაინც წაიკითხეთ რა და სანამ დუმბაძის დაცვას დაიწყებ, მოდი ჯერ დუმბაძეს ცხოვრებას გაეცანი, ვინ იყო, რას აკეთებდა და რა უკეთებია, იმის გარდა რომ წიგნებს წერდა და მოთხრობებს და ლექსებს რა. ხო და მაგის მერე გააკეთეთ ანალიზი. აბა თქვენ იცით ბოგამ უფალი გფარავდეთ.